ჯონ ბევირი, გაამრავლე ღვთისგან ბოძებული პოტენციალი. თავი მიათე, კატალიზატორი. ამ მნიშვნელოვან თავში ეფექტური ზრდის კატალიზატორის რაობას ჩავწვდებით. სიტყვა ეფექტურის გამოყენებით ვილაპარაკებ გამრავლებაზე, რომელიც მარადიული მნიშვნელობისაა. კატალიზატორი საკვანძო ინგრედიენტია, რომელიც მოვლენას აჩქარებს ან ცვლის. ჩემი განსაზღვრება მრავალი ლექსიკონის კვლევის შედეგია. ყველას გვეძლევა ნიჭი, მაგრამ ის, რაც მათ ხანგრძლივ პოტენციალს აღძრავს, პეტრე მოციქულის სიტყვებში ჩანს. კეთილად მომსახურენი. მსახურება კატალიზატორია, მაგრამ ნამდვილი მსახურება ყოველთვის სიყვარულით არის მოტივირებული. პავლე მოციქული წერს: განუწყვეტლივ გვახსოვს საქმეებში გამოხატული თქვენი რწმენა, სიყვარული, რომელიც სხვების სამსახურებლად აღგზრავთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე. თესალონიკელთა მიმართ პირველი წერილის პირველი თავის მესამე მუხლი, თიფითი თარგმანი. ჭეშმარიტი მსახურება სიყვარულით ანთებული გულიდან მომდინარეობს. ეს შინაგანი მდგომარეობაა, რომელზეც არც დროის უკუღმართობა, არც სიძნელე და არც სხვა არასასურველი გარემოება არ მოქმედებს. იგი ზოგჯერ სიტყვით, სხვა შემთხვევაში კი მოქმედებით ვლინდება. ინდაურების ქალბატონი. მსახურების თვალსაჩინოებისათვის ერთ ამბავს გამოვიყენებ. წყვილი, რომელსაც მაგალითად მოვიყვან, ახლო მეგობრები არიან და თავიანთ მისიაში ანონიმად დარჩენა ამჯობინეს. მე მათ თხოვნას ვითვალისწინებ და მოგონილი სახელებით გაგაცნობთ. რაილი და დეივი შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის გარეუბანში ცხოვრობენ. მათი შეხვედრა ბედისწერა იყო, რადგან მათი ბინები ერთმანეთზე მიჯნებოდა. ქორწინებიდან არსოლილი ხნის შემდეგ რაილი დაინტერესდა, რატომ არ იგებენ ეკლესიების უმეტესობა, თავშესაფრები და სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციების საკვებსა და საჩუქრებს მხოლოდ შობას, მაგრამ მადლიერების დღეს ცოტა რამ თუ კეთდება. ქალი დარწმუნებულია, რომ მადლიერების დღე მნიშვნელოვანია, რადგან ყურადღებას ოჯახზე ემახვილებს და საზეიმო სუფრაც აუცილებელია. ბევრი მარტოხელა და შრომის უუნარო ან უსახლკარო პირები ვერ ახერხებენ სათანადო საჭმლის შეძენას ან ზეიმში მონაწილეობას. მისი აზრით, სუპის დარიგება საჭირო მიზანს ემსახურება, მაგრამ იმ სიახლოვის შეგრძნება აკლია, რაც სახლში მომზადებულ კერძს ოჯახისთვის მოაქვს. რაილი ამტკიცებს, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით გავლენა იზრდება. მან კარგად იცის წერილი და ხვდება, რომ ორის გაერთიანებით ძალისხმევა 10 მაგად გაიზრდება, ვიდრე ცალ-ცალკე მოახერხებდნენ. იხილეთ მეორე რჯულთა 32 თავის 30 მუხლი. მან ის ფაქტიც კარგად უწყის, რომ შედეგები გაცილებით შთამბეჭდავია, როცა ბევრი მორწმუნე ერთიანდება. მის გულში კიდევ ერთი ჭეშმარიტება გიზგიზებს, რომ ნამდვილი მსახური გუნდის წევრია და არ აღელვებს საკუთარი დამსახურება. რაილის დამოკიდებულება გამრავლების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილებს ასახიერებს. მისი პირველი მადლიერების დღის შესაძლებლობის გამოსაყენებლად, ქალმა ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან ფული შეაგროვა ინდაურების საყიდლად. ჰქონდათ რა გამრავლებისათვის საჭირო აზროვნება, რაილიმ და დეივმა გადაწყვიტეს, რომ $1 გაეღოთ ყველა მიღებული $1-ისათვის. იმ წელს ქალმა 11 ინდაური იყიდა და უჩუმრად დაარიგა თავისი მანქანის საბარგულიდან. მეორე წელს ინდაურების რიცხვმა 31-ს მიაღწია. მესამე წელს ოჯახსა და მეგობრებს უთხრა, რომ ხედვა სხვებისთვისაც გაეზიარებინათ, რადგან აქამდე ამას ანონიმურად აკეთებდნენ. ასეც მოიქცნენ და მათი ძალისხმევა სწრაფად გამრავლდა. მეხუთე წელს უკვე 500 ოჯახს მოემსახურნენ და თითოეული საჩუქრის კომპლექტისთვის უკვე 2 კილა ბოსტნეულისა და ფარშის დამატებად შეძლეს. ამის შემდეგ რაილიმ ოფიციალურად გააფორმა ანონიმური დისტრიბუციის შეთანხმება ხსნის არმიასთან. ეს საქველმოქმედო ორგანიზაცია სოციალურ სერვისებთან არის დაკავშირებული და შეეძლო რეგისტრაციის პროცესის თვალყურის დევნება საჭიროების მქონე ადამიანების გამოსავლენად. არჩეულ ადამიანებს საკვებით დაკმაყოფილების სხვა არანაირი საშუალება არ გააჩნდათ. საკვები, ბარათები, სამთავრობო პროგრამა და ასე შემდეგ. რაილიმ და მისმა გუნდმა ხსნის არმიის ტერიტორიაზე მოაწყვეს მანქანით და ფეხით მოსიარულეებისათვის სადისტრიბუციო პუნქტი. ბევრმა იმპროვიზირებული საშუალებები გამონახა საჭირო საკვების მისაღებად. ისინი მოაგორებდნენ ურიკებს, ველოსიპედებს, მოათრევდნენ კალათებს, მეზობლებს თხოვდნენ მანქანით მieყვანათ ან ფეხით მოდიოდნენ და მიჰქონდათ ინდაური, ბოსტნეული და ფარში, ზოგჯერ საკმაოდ დიდ მანძილზე, უკან თავიანთ ტრეილერებთან, ბინაში, პარკში ან ღია ცის ქვეშ, სადაც ცხოვრობდნენ. ერთმა უსახლკარომ მოიფიქრა, როგორ შეეწვა ინდაური ქუჩაში თავისთვის და მეგობრებისათვის გადაგდებული შესაწვავი აპარატით და თხევადი გაზის ბალონით. საბოლოო ჯამში დისტრიბუცია იმდენად გაიზარდა, რომ ახალი პუნქტის გახსნა გახდა საჭირო მოზღვავებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მეზობელ იმკას YMCA, ახალგაზრდა ვაჟების ქრისტიანული ასოციაცია, დიდი ვაკანტური მიწის ნაკვეთი ჰქონდა, მაგრამ მათსა და ხსნის არმიას შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. საჭიროებამ ორივე ორგანიზაცია უბიძგა განსხვავებების გადალახვისკენ. ისინი შერიგდნენ და ამის შემდეგ ერთად ამუშავებდნენ რაილის პროექტს, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებს.
რაილი და დეივი ყოველ წელს პირობას დებდნენ, რომ გაეზარდათ წინა წლის დისტრიბუციის მონაცემები. მათ გადაწყვიტეს, რომ მთელ ამ არეალში არც ერთი ადამიანი არ დარჩენილიყო მადლიერების დღის შესაფერისი კერძის გარეშე. რაც უფრო იზრდებოდა ადამიანთა რიცხვი, მით უფრო ძნელი ხდებოდა მათი დაკმაყოფილება გაზრდილი ფასებისა და გუნდის გამოკლებული ან სხვაგან გადასახლებული მეგობრების გამო. თოლქმარს საკმაოდ ძლიერი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა და არ სურდა წინსვლის ამ ეტაპზე შეჩერება, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ყოველ შემოწირულ დოლარზე $2 დაამატებდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასაკვირი არ არის მათი ფინანსების გაზრდა ამ 6 წლის მანძილზე. ღმერთი მათ შემოწირულობას ამრავლებდა, რომ უფრო ეფექტურები ყოფილიყვნენ. რაილის სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი როგორღაც რაღაც გზებით ყოველთვის გვაწვდიდა თანხებს სხვადასხვა წყაროებიდან და მთლიანი ჯამი უფრო და უფრო მეტად იზრდებოდა. კიდევ უფრო საოცარი ის გახლავთ, რომ წყვილმა თავიდანვე გადაწყვიტა 1 პენიც კი არ მიეღოთ სამთავრობო პროგრამებიდან ან რომელიმე კორპორაციიდან. ეს ყველაფერი მხოლოდ ოჯახის წევრების, მეგობრებისა და მეგობრების მეგობრებისგან მოდიოდა. დასახმარებელი ადამიანების ზრდასთან ერთად ახალი გამოწვევები გაჩნდა. ყველა ინდაურის ერთ დღეში დარიგება შეუძლებელი გახდა მათი მიღების მსურველთა უზარმაზარი რიცხვიდან გამომდინარე. რაილისა და დეივის დისტრიბუციისათვის მეორე დღის დამატებაც მოუხდათ, მაგრამ ამან მნიშვნელოვანი დაბრკოლება შექმნა. სად უნდა შეენახათ ინდაურები ღამის განმავლობაში მეორე დღეს დასარიგებლად? რაილი დაჟინებით ეძებდა პასუხს. შუა ღამისას მთავარი სასურსათო მაღაზიის ქსელმა, სადაც ისინი ინდაურებს ყიდულობდნენ, გაფართოება გადაწყვიტა და მეორადი მანქანა-მაცივრების მათთვის ჩუქება მოისურვა. ახლა ფულის დახარჯვა საკვებზე შეიძლებოდა და არა მათ შენახვაზე. გარდა ამისა, ჩამოსათვლელად მეტისმეტად ბევრი წინააღმდეგობა და ბრძოლა იყო გადასატანი. ამ წყვილის რწმენა მტკიცია და გადაწყვეტილება მყარი. ამ სირთულეების ფონზე ისინი განუწყვეტლივ ლოცულობდნენ, ღმერთს შეღაღადებდნენ, შთაგონებულ სტრატეგიულ იდეებამდე მიდიოდნენ და კეთილგანწყობას იძენდნენ იმ ადამიანთა თვალში, რომლებსაც ეხმარებოდნენ. მათეს ეს არის მსახურების 26-ე წელი შეუსრულდათ და წინამდებარე წიგნის წერის მომენტისათვის მარტო ამ წელს 10,500 ოჯახი დააპურეს, თითო ოჯახში საშუალოდ 4 ადამიანი რომ წარმოვიდგინოთ, მათი რიცხვი 42,000-მდე ადის. მათ ეფექტურად დააკმაყოფილეს ყველა გაჭირვებული ადამიანი თავიანთ ოლქში და ორი მეზობელი ოლქის დიდ ნაწილსაც გადაწვდნენ. მხედველობაში იქონიათ, რომ ეს ტერიტორია შეერთებული შტატების უდიდეს ქალაქებს მოიცავს. ამის გაკეთებისას მათ 5 მისაბმელიანი ტრაქტორი ინდაურებით გაავსეს, თითო 48 ფუტის სიგრძის, ხოლო 3 ბოსტნეულითა და ფარშით. მობილიზებული იქნა 200-ზე მეტი მოხალისე, რომელთა დიდი ნაწილი შეუსვენებლივ შრომობდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ბევრი მათგანი რაილის თავიდანვე გვერდში უდგას. საინტერესო ის გახლავთ, რომ მოხალისეთა უმრავლესობამ ჯერაც არ იცის, ვინ არის სინამდვილეში ინდაურების ქალბატონი. შეუძლებელი იქნებოდა მათი გამრავლების საქმიანობით მოტანილი სასწაულების, ისტორიებისა და შეცვლილი ცხოვრების მოწმობების ჩამოთვლა. უამრავი ადამიანი ერწმუნა იესოს რაილის მეუღლის დეივის ჩათვლით და ბევრი რწმენას დაუბრუნდა. ოჯახები შერიგდნენ და ადამიანებმა შთაგონება მიიღეს მთავრობის მუშაკების, სასურსათო მაღაზიების თანამშრომლების, ხსნის არმიისა და იმკას თანამშრომლების, მოხალისეების და საერთო ჯამში მთელი საზოგადოების ჩათვლით. ნებამომეცით რამდენიმე მოკლე ისტორია გაგიზიაროთ. რაილის ერთ-ერთი მეგობარი ადგილობრივ მოტოციკლისტთა კლუბის ხიზანდარია. იგი ყოველ წელს თხოვს მათ, რომ შეგროვება დაიწყონ ინდაურების ქალბატონისთვის. რეალურად ბაიკერები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინმეც გაიღებს. გასულ წელს მადლიერების დღის შემდეგ რაილის მისწერეს, რომ თავიანთ შემოწირულობას $3,000 ზრდიან მომდევნო დღესასწაულისთვის. ერთ წელს ინდაურების ქალბატონის გუნდმა გადაწყვიტა ნამეტი პროდუქცია ადგილობრივი ეკლესიისთვის შეეწირა. ამან ეკლესიაში დააგონა, რომ რაილის მოდელის მიხედვით საკუთარი პროგრამა წამოეწყო მადლიერების დღესა და წელიწადის სხვა დროებში გაჭირვებულთა დასახმარებლად. ხსნის არმიის გუნდის წევრები, რომლებიც სხვა შტატებში გაგზავნეს, ენთუზიაზმით იწყებენ პროგრამებს რაილის ნიმუშის მიხედვით. დანარჩენები პირიქით, მის საცხოვრებელ არეალში გადმოსახლდნენ, რადგან შორიდან გაიგეს რაილის ამბავი ხსნის არმიის რიგებიდან. რაილი პასტორი არ გახლავთ, ის ეკლესიაში არ მუშაობს და არც ბიზნესის კორპორაციის მფლობელია. ის არის ცოლი, დედა და მიზღვნილი მორწმუნე, რომელიც ერთგულად ესწრება საეკლესიო მსახურებებს. მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ყოვლისშემძლე ღმერთს ემსახურება, რომელსაც მისი გამრავლების იდეები სიამოვნებს. მეც პატივდებული ვარ ამ წყვილთან მეგობრობით. მარადიული გამრავლების ნომერი პირველი ნიმუში. სიყვარულით მოტივირებული მსახურება გამრავლების კატალიზატორია. განვიხილოთ წმინდა წერილის დიდებული გამრავლების რამდენიმე ისტორია, რა საკვირველია იესო ყველაზე მთავარია. ის ამბობს: ვისაც თქვენში დიდობა სურს, თქვენი მსახური იყოს. წარმატება და წარჩინება ყველას მომსახურების მსურველი გულიდან მოდის, რადგან ძეკაცისა იმისთვის როდი მოსულა, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად ემსახუროს და მრავალთა გამოსასყიდლად მისცეს თავისი სული.
მარკოზის სახარების მეათე თავის 43-დან 45 მუხლის ჩათვლით ტიპიტი თარგმანი. იესო ნამდვილი დიდების გზას გვაჩვენებს. ეძებო გზა, როგორ მოემსახუროს ხვებს და არა თავად იყო მომსახურებული. გასაკვირი არ არის, რომ მისი მსახურების უმაღლეს აქტს შემდეგი სიტყვები წარმოაჩენს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს. ივანეს სახარების მე-12 თავის 24 მუხლი. კიდევ ერთხელ გვესმის თესვის ან დაბანდების შესახებ. ისევე როგორც ხორბლის ერთმა თესლმა გამოიღო მრავალი ნაყოფი, იესოს მორჩილებამაც მოიმკო ღვთის უამრავი ძე და ასული. რა მაგალითია? მან გაკვალა გზა და დაადგინა ბარიერი, რომელიც ეფექტურად გამრავლების გზას გვიჩვენებს. იესო ასე გვეუბნება: თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ. მართალს ამბობთ, რადგან ვარ. ამიტომ თუ მე მოძღვარმა და უფალმა დაგბანეთ ფეხები, თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები. მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ. ივანეს სახარების მე-13 თავის მე-13-დან მე-15 მუხლის ჩათვლით. მე როგორც ლიდერმა და სიტყვის გადამცემმა ვიცი საბოლოო სიტყვის მნიშვნელობა. ეს გახლავთ განცხადება ან აზრი, რომელსაც თქვენს მკითხველს, მსმენელს, მოსწავლეს, გუნდის წევრს, თანამშრომელს, შვილს ან ნებისმიერ სხვას უტოვებთ. ეს არის უმთავრესი იდეა, რომელიც მსმენელმა უნდა შეითვისოს წინ წასასვლელად. რა იყო იესოს ბოლო სიტყვები დედამიწაზე ცხოვრებისას? საინტერესოა, რომ ეს იყო ილუსტრირებული ქადაგება, რომელიც ჯვარცმის წინ გადმოგვცა, მისი მოწაფეების ფეხბანა. მინდა თქვენთან გულწრფელი ვიყო, როცა ახალმოქცეული მორწმუნე ვიყავი, ძალიან არ მომწონდა ის დრო, როცა პატარა ჯგუფში ვინმე იტყოდა, მოდი ერთმანეთს ფეხები დავბანოთ. მაშინვე რაღაც ტრივიალურ მიზეზს მოვიგონებდი იქიდან გასაპარავად. საოცრად მეზიზღებოდა, როცა კაცები ჩემს ფეხებს ეხებოდნენ. წლების შემდეგ შვება მომგვარა იმ აზრმა, რომ ფეხბანვა უფრო ტრადიცია იყო, რომელსაც ჩემი მეგობრები ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ. ანალოგიური მაგალითი გახლავთ მოსეს სპილენძის გველი, იხილეთ რიცხვთა 21 თავის მე-9 მუხლები და ყველა ის ადამიანი, რომელიც მისი შეხედვით გველის ნაკბენისგან იკურნებოდა. ეს სასწაულებრივი და ძალმოსილი იყო, თუმცა მრავალი თაობის შემდეგ ისრაელმა ხსენებული გველი კერპათ აქცია, იხილეთ მეორე მეფეთა მე-18 თავის მე-4 მუხლი. მათ საგანს მიანიჭეს უპირატესობა იმის ნაცვლად, რომ თავდაპირველი მნიშვნელობა გაეგოთ, როცა მრავალი წლის წინ მთავარი ყურადღება უფლის მითითების დამორჩილებას ექცეოდა. 1980-იან წლებში იგივე გზას დავადექით ჩვენს ბიბლიის შემსწავლელ ჯგუფში, როცა ფეხბანვა პირდაპირ მივიღეთ მისი მნიშვნელობის გაუთვალისწინებლად. უფრო მეტი ყურადღება მოქმედებას მივაპყარით, ვიდრე აზრს, რასაც ის წარმოადგენდა. პირველ საუკუნეში გზები მოუკირწყლავი იყო. გადაადგილების ერთადერთ საშუალებას ცხოველები წარმოადგენდნენ, თუ ფეხით სიარულს არ ჩავთვლით და არავის ჰქონდა ადიდასის ან ნაიკის სპორტული ფეხსაცმელები. ადამიანები სანდლებს იცვამდნენ და ბევრჯერ საერთოდაც ფეხშიშველი დადიოდნენ. ამრიგად ფეხებს ხშირად ეკრობოდა მტვერი, ცხოველთა ფეკალიები და სხვაგვარი ჭუჭყი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმ ვითარებაში ფეხების სუნი თანამედროვე დასავლეთის ქვეყნებისათვის წარმოუდგენელ დონეს აღწევდა. როცა ადამიანები მდიდარი პიროვნების სახლში შედიოდნენ, მსახურები ან მონები ვალდებულები იყვნენ, რომ ბატონის, მისი ოჯახის წევრებისა და სტუმრებისათვის ფეხები დაებანათ. ტიპიური მაღალი საზოგადოების სახლებში მსახურებს სხვადასხვა პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ. თავლების მომსახურება, საკვების მომზადება, ოთახების დასუფთავება და სხვა. ფეხების დაბანის მოვალეობას ყველაზე დაბალი კლასის მსახურები ასრულებდნენ, რადგან ამგვარი შესაზიზღი საქმისათვის საკმარისად უღირსები იყვნენ. ბოლოს ერობაზე 12 მოწაფე ზუსტად ასეთ დიდ სახლში იმყოფებოდა, რომელიც ერთ ოთახში იტევდა იესოს მთელს გუნდს. შესაძლოა ამ ქალაქის ყველაზე მდიდარი სახლი იყო. გარკვეული დროის შემდეგ ყველაზე დაბალი კლასის მსახურმა 12-ვე მოწაფეს ფეხები დაბანა. საკვირველი ის გახლდათ, რომ იმავე საღამოს იესომ არა მარტო ფეხსაბანი თასი და წყლის დოქი მოიტანა, არამედ მოსასხამიც, მისი მოძღვრობის სიმბოლო, გაიხადა და მოწაფეებს ფეხები დაბანა. მათ ზუსტად იცოდნენ რა ხდებოდა და რას ნიშნავდა ეს მოქმედება. ამის საპირისპიროდ კოლეჯში ყოველთვის უხერხულობას განვიცდიდი და ფეხბანვა განმიზიდავდა კიდეც, რადგან ფეხები სუფთა მქონდა. ბიბლიის ჯგუფში წასვლის წინ ისედაც შხაპს ვიღებდი, თან ეს აზრიც მაღიზიანებდა, რატომ უნდა დაებანათ ჩემთვის ფეხები ვიღაც ბიჭებს. თუ იესოს სიტყვებს ხელახლა წავიკითხავთ, მასში გაცილებით დიდ მნიშვნელობას დავინახავთ. ის საბოლოო მოქმედებას ასრულებდა, რომელიც მოწაფეებს მთელი სიცოცხლის მანძილზე დაამახსოვრდებოდათ. ეს მისი ბოლო სიტყვა იყო. მოკლედ თუ ვიტყვით, ვისაც დიდობა სურს, საკუთარი ნებით უნდა დაიკავოს ყველაზე მდაბალი მონის ადგილი. იქნებ სწორედ ამის გამო თქვა იესომ, მშვიდი და გულით თამდაბალი ვარ. მათეს სახარების მე-11 თავის 29 მუხლი. ამის აღქმას დრო დასჭირდა. მორწმუნეობის საწყის ეტაპზე ბევრი ჩვენგანი მსახურებას ზუსტად ამის საწინააღმდეგოდ აღიქვამდა. ჩვენი გამოუთქმელი რწმენა ასეთი იყო:
მნიშვნელოვანი პიროვნება მანამ ვერ გავხდები, სანამ ადამიანების წინაშე სიტყვით არ გამოვალ და მრავალს არ წავუძღვები. მომსახურება ჩვენი ეკლესიის დაბალი რანგის ხალხის საქმე იყო. თუ საკმარისად ბევრს იშრომებდით, საბოლოოდ გამორჩეულ პიროვნებად იქცეოდით. ოჰ, რა არეული იყო ჩვენი შეხედულებები. მადლიერი ვარ სულიწმინდის მოთმინებისათვის ჩვენი სულიერი მომწიფების პროცესში. მან გარდაქმნა ჩემი აზროვნება, მაგრამ ამას დრო დასჭირდა. როგორც ადრე ვთქვი, მსახურების პირველი 4 წელი ჩვენი პასტორის პირადი საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის ზრუნვაში გავატარე. ერთხელ როცა დავალებებს ვასრულებდი, ღვთის სული დამელაპარაკა. შვილო, თუ წარმატებას გიბოძებ, ეს იქნება მსახურების უფრო დიდი პოზიცია. თუ ახლა რამე საურევ, ეს უბრალოდ პერანგის ქიმიურად გაწმენდას ემგვანება. საჯარო მსახურება გამოსაცვლელი პერანგის გარეშე მიმდინარეობს. აქ საქმე ჩემი საყვარელი ადამიანების ცხოვრებასთან გექნება, რომელიც შეიძლება დააზიანო. მისმა სიტყვებმა ადგილს მიმაჯაჭვა. მან არა მარტო მამცნო, რომ მაღალი პოზიცია მეტ პასუხისმგებლობას გულისხმობს, არამედ პატარა საქმეებში ყოველთვის ერთგულების გამოჩენის მნიშვნელობაც გამაგებინა. ჩემი მსახურების საფეხური არ შეიცვლებოდა ნამდვილი სიმდიდრით, ადამიანებით. რებეკა. ძველ აღთქმაში გამრავლების ერთ-ერთი საინტერესო მაგალითია რებეკას უანგარო მსახურება. მოდი მოკლედ მიმოვიხილოთ მისი ამბავი. აბრაჰამმა ყველაზე სანდო მსახური გაგზავნა თავის სამშობლოში მისი მემკვიდრის ისაკისათვის ცოლის მოსაყვანად. მსახური საჩქაროდ გაუდგა გზას და თან ხანგრძლივ მოგზაურობაში 10 აქლემი წაიყვანა. ადგილზე მისვლისას აბრაჰამის მსახურმა გაიაზრა, რომ დღისამ მონაკვეთში ახალგაზრდა ქალები საერთო სარგებლობის ჭასთან შეიკრიბებოდნენ წყლის ამოსაღებად. მან ილოცა. ვეტყვი ქალწულს, მომიდრიკე შენი სურა, რომ წყალი დავლიო მეთქი და თუ მიპასუხა შენც დალია და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება დადგენილი შენი მორჩილი ისაკისათვის. იხილეთ დაბადების 24 თავის მე-14 მუხლი. სანამ ლოცვას მორჩებოდა, რებეკა მხარზე შედგმული სურით მიუახლოვდა და წყალი შესთავაზა. შთამბეჭდავია ის, რაც შემდეგ მოხდა. მან უპასუხა: დალიე ბატონო. სურა მხრიდან ჩამოიღო და დაალევინა. წყურვილი რომ დაუცხრო უთხრა: შენი აქლემებისთვისაც ამოვხაპავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან. სწრაფად ჩაცალა თავისი სურა გეჯაში და ისევ ჭისკენ გაეშურა წყლის ამოსახაპად და ამოხაპა ყველა მისი აქლემისთვის. იხილეთ დაბადების 24 თავის მე-18-დან მე-20 მუხლის ჩათვლით. მსახური ჩუმად აკვირდებოდა ამ სცენას, სანამ რებეკამ 10-ვე აქლემი საკმარისად არ დაარწყულა. ამ რამდენიმე მუხლში რებეკას მსახურების მომცველი ბევრი ნიშანდობლივი თვისება ჩანს. მათ თანმიმდევრობით ჩამოვთვლი. გამრჯე. ის ფეხების თრევით არ მიდიოდა. ყველაფერს სწრაფად აკეთებდა და ჭისკენ გარბოდა და გამრბოდა. ნელი და მოსახერხებელი მსახურება არ არის ნამდვილი მსახურება. კი ნახავთ ოდესმე მომსახური ადამიანები, რომლებიც ყველაფერს უსიცოცხლოდ აკეთებენ და თითქოს ამბობენ, ამ ყველაფრით დავიღალე. არც რებეკა და არც ნამდვილი მსახური ასეთები არ არიან. ნამდვილ მსახურს კეთილმოსურნე და ენერგიული დამოკიდებულება აქვს, რაც ცხადი ხდება მისი მოქმედებიდან. ზედმეტი 1000 ნაბიჯი. მსახურები აღმატებულად შრომობენ. რებეკამ თხოვნაზე გაცილებით მეტი გააკეთა. უმეტეს ჩვენგანს აქლემები არ ჰყავს და არც ახლო აღმოსავლეთის უდაბნოში უცხოვრია, ამიტომ წარმოდგენაც კი არ გვაქვს ფაქტორზე, რომელიც რებეკას მონდომებას კიდევ უფრო განსაცვიფრებელს ხდის. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ჩვეულებრივ მოწყურებულ აქლემს 30-დან 50 გალონამდე, 113-დან 189 ლიტრამდე წყლის დალევა შეუძლია. აბრაჰამის მსახურს 10 აქლემი ჰყავდა. მოდი გამოვითვალოთ, თუ თითო აქლემი მხოლოდ 30 გალონს დალევდა, რებეკას ჭიდან 300 გალონი წყლის მოზიდვა მოუწევდა. თუ ჩვეულებრივი სურა 5 გალონს, 18-19 litrს იტევდა, მას 60 გზის მოუხდებოდა ჭასთან მისვლა და უკან დაბრუნება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. იმ დროს ორი ტიპის ჭა არსებობდა. ერთ-ერთიდან წყლის ამოღება შესაძლებელი იყო წყლის ზედაპირიდან თოგვზე მიბმული სურის ჩაშვებით. მეორე ჭიდან წყლის ამოსაღებად საჭირო იყო 20-30 საფეხურით დაბლა დაშვება. ვიცით თუ არა რომელი ჭით სარგებლობდა რებეკა? ნამდვილად ვიცით, მეორე ჭით. რადგან მოგვიანებით მსახური რებეკას მოქმედებებს მის ოჯახს აღუწერს და ამბობს: ჩავიდა ჭასთან და წყალი ამოიღო. მუხლი 45. მან არა მარტო 60 გზა გააკეთა მხრებზე 5 გალონი წყლით, არამედ მთელი ამ ტვირთით საფეხურებზე ჩასვლა ამოსვლაც მოუხდა. თან გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი საკუთარი ნებით მოიმოქმედა ისე, რომ არავის უთხოვია. ამას მომდევნო პუნქტამდე მივყავართ. გრძნობიარე. ნამდვილი მსახური არ ელოდება, სანამ საჭიროება ცხადი გახდება. ის მოქმედებას დაუყოვნებლივ იწყებს. მრავალწლიანი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ იმ ადამიანებს გამრავლება არ შეუძლიათ, ვისაც გამუდმებით სჭირდება რაიმეს დავალება. სწორედ ისინი ზრდიან ღვთისგან მიცემულს, ვინც პირველივე ჯერზე მზად არის სამოქმედოდ. მიძღვნილები. რებეკა გულმოდგინედ მსახურობდა დავალების სირთულის მიუხედავად.
წლების მანძილზე ამოვიცანი ერთი ნიმუში. რაც უფრო ძნელია საქმე, მით უფრო სწრაფად უჩინარდება ადამიანთა საუკეთესო დამოკიდებულებები. ასეთია ადამიანის ბუნება და მაინც ჩვენ იესო ქრისტეს ბუნება გვაქვს. იგი არასოდეს შეჩერებულა, თუმცა წარმოუდგენელ წინააღმდეგობებსა და სიძნელეებში გაიარა. იცხოვრეთ იესოს ბუნებით და რებეკას მიერ იყავით შთაგონებული. სისრულე. რებეკა არ შეჩერებულა, სანამ საქმე არ დაასრულა. იგი არ იყო იმ ადგანი, ვინც უკან იხევს. დავალების 99%-ით შესრულება მის დასრულებას არ ნიშნავს. გავიხსენოთ, როგორ მოიქცა მეფე საული ყამალეკთან ბრძოლისას. მან 10,000 ადამიანი დახოცა, მაგრამ ერთი დაინდო. ღმერთმა არ დააჯილდოვა მისი ძალის ხმევა. იხილეთ 1 სამუელის მე-15 თავი. რებეკამ ისე გააკეთა ყველაფერი, რომ არც კი იცოდა შრომისათვის რაიმე ჯილდოს თუ მიიღებდა. ეს არის ნამდვილი მსახურების შინაარსი. მსახურები საზღაურის გამო არ შრომობენ, არამედ მსახურების აქტს თავისთავად ჯილდოთ აღიქვამენ. მათ მოსწონთ სიხარული, აღსრულების გრძნობა და ის კმაყოფილება, რაც მსახურებას მოაქვს. თუ ჯილდო მაინც არის გათვალისწინებული, ეს დამატებითი კურთხევაა და არა мотиваცია. რებეკას საზღაური დიდი იყო. მას არც კი გაუაზრებია, რომ 10 აქლემს მისთვის საგანძური და საჩუქრები მოჰქონდა და მალე ღვთისმოსავი ადამიანის ცოლი გახდებოდა. და მაინც ამათგან არც ერთი არ იყო მნიშვნელოვანი ჯილდო. მარადიული საზღაური აბრაჰამთან ღვთის აღთქმაში შესვლა გახლდათ. იგი მრავალი ერის დედა იქნებოდა. ყველა ერი იკურთხებოდა მის მიერ. რებეკამ მნიშვნელოვნად გაამრავლა. სხვა მაგალითები. მსახურის გულიდან მომდინარე მარადიული გამრავლების სხვა ბიბლიური მაგალითებიც არსებობს. აი რამდენიმე მათგანი, რომელთა დეტალური გამოკვლევა წმინდა წერილის შესწავლის დროს შეგეძლებათ. რუთი. რებეკას მსგავსად, მოაბელ რუთსაც დედამთილი ნაყომის სამჯერ უპირებდა სამშობლოში გაგზავნას, მაგრამ რუთმა უარი თქვა. ნუ მთხოვ, რომ წავიდე და დაგტოვო, სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ, სადაც შენ გაჩერდები, მეც იქ გავჩერდები. შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი, ჩემი ღმერთი. რუთის 1 თავის მე-16 მუხლი. რუთმა რებეკას მსგავსად მოისურვა ზედმეტი 1000 ნაბიჯის გავლა, ბეჯითად შრომა და თავის მიძღვნა მაშინაც კი, როცა სავალი გაძნელდა. ალბათ რუთის გზა რებეკასაზე რთული იყო. ის მოაბელი გახლდათ და სავარაუდოდ ქალაქის მკვიდრებს დიდად არ ეპიტნავებოდათ მისი წარმოშობის გამო. მიუხედავად ამისა, მრავალი გაჭირვება გადაიტანა, რომ დედამთილს ერთგულად მომსახურებოდა. რა იყო შედეგი? ის ბევრი ცნობილი ადამიანის წინაპარი გახდა მეფე დავითის, მეფე სოლომონისა და იუდას სხვა მეფეების ჩათვლით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის იესოს გენეალოგიაში შევიდა. მანაც მიიღო წილი აბრაჰამისათვის შეპირებულ საუკუნო გამრავლების აღთქმაში. ელისე. ელისე მტკიცედ გადაწყვიტა ელიას მომსახურებოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა სამჯერ სთხოვა, რომ სახლში დაბრუნებულიყო. როცა სხვა წინასწარმეტყველებმაც არაერთხელ დასცინეს და გაამასხარავეს, რომ ფუჭად კარგავდა დროს ელიას მსახურებაში, ელისე მაინც არსად მიდიოდა. სხვების ანალიზი ლოგიკური იყო, ისინი სრული დროით წინასწარმეტყველები იყვნენ და სტატუსი და გამოცდილება შეიძინეს. რა იქნებოდა ელისეს წილი, როცა ელიას წაიყვანდნენ? ფუჭად ხომ არ დაკარგავდა ელიასთან მსახურების წლებს ისე, რომ ერთხელაც არ მიეცემოდა საკუთარი მსახურების შენების შესაძლებლობა. ასეთი იყო სხვა წინასწარმეტყველების ლოგიკა, მაგრამ ელისი არავის უსმენდა. ამის ნაცვლად ყოველ ჯერზე მტკიცედ პასუხობდა მათ: დადუმდით. იხილეთ მეორე მეფეთა წიგნის მეორე თავი. მას ვერ შეაწყვეტინეს მსახურება და დავალების შესრულება. ელისეს ქცევა რებეკასა და რუთის ანალოგიურია. რა იყო შედეგი? მან ელიაზე ორჯერ მეტი სასწაული მოახდინა და ისეთი რამ მოიმოქმედა, რაც ელიამაც ვერ შეძლო. დაასრულა იზაბელის დინასტია. მან გაამრავლა. გეხაზი. გეხაზის ჰქონდა ელისეს საქმის გამრავლების შანსი, მაგრამ არ ჰქონდა მსახურის გული. იგი საკუთარ მოგებას ეძებდა და ხარბი იყო, ამიტომ ვერ შეძლო ეფექტურად გამრავლება. იხილეთ მეორე მეფეთა წიგნის მე-5 თავი. ახალ აღთქმაში ვხედავთ მამაკაცებს, რომლებიც ქვრივების სუფრებს ემსახურებოდნენ. ისინი სერიოზულად მიუდგნენ თავიანთ პასუხისმგებლობას. მათ ხელები დაასხეს იმაში დასარწმუნებლად, რომ დავალებას კარგად შეასრულებდნენ. შედეგი შთამბეჭდავი გამოდგა. საქმეთა წიგნში საოცარ განცხადებას ვკითხულობთ. ვრცელდებოდა ღვთის სიტყვა და დიდად მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში. საქმეების მე-6 თავის მე-7 მუხლი. რა არის აქ გასაოცარი? ხმამაღლა წარმოთქვით ეს სიტყვები. დიდად მრავლდებოდა. იფიქრეთ ამაზე. ეს სიტყვები პეტრეს კლასიკური ქადაგების შემდეგ არ წარმოთქმულა, როცა 50 დღეს 3000-მა კაცმა მოინანია. არა, სიტყვა შეემატა გამოიყენება. იხილეთ საქმეების მეორე თავის 51 მუხლი. ყოველდღიური მოქცევის რიცხვის აღსანიშნავად ისევ გამოიყენება შეემატება. იხილეთ საქმეების მეორე თავის 47 მუხლი.
იგივე ხდებოდა 5000 კაცის შემთხვევაში, როცა ხანმოკლე დროის შემდეგ იესოს მიუძღვნეს ცხოვრება, იხილეთ საქმეების მეოთხე თავის მეოთხე მუხლი. სიტყვა გამრავლება საქმეთა წიგნის მე-6 თავამდე ნახსენები არ არის, სანამ ყველა ეკლესია არ გააქტიურდა ცათა სამეფოს მშენებლობაში. დღეს გამრავლება მაშინ ხდება, როცა სტენის, მაიკის, ფილის, რაილისა და დეივის მსგავსი ადამიანები თავიანთი მსახურების ადგილზე დგებიან და ღვთივბოძებულ ნიშებს იყენებენ. აი სწორედ მაშინ გვესმის დიდი გამრავლების ამბავი. მნიშვნელოვანი ელემენტი. ახლა ხვდებით, რომელია ეფექტური გამრავლების მნიშვნელოვანი ელემენტი? კიდევ ვიფიქრეთ ჩვენს მეგობრებზე რაილისა და დეივისზე წერილში ახლახან განხილული შემთხვევების ფონზე. ამ წყვილმა, რომელმაც შთაგონებული სტრატეგია გამოიყენა და კეთილად იმსახურა, ათეულ ათასობით ადამიანზე მოახდინა ზეგავლენა. ისინი დიდები გახდნენ იესოს სიტყვის თანახმად. იგივე შეიძლება ითქვას სტენზე, მაიკზე, ფილსა და დანაზე. ყველა მათგანს ახასიათებს ნამდვილი მსახურის თვისებები. და მაინც მოისმინეთ ეს მნიშვნელოვანი სიტყვები. შეგიძლიათ ეგოისტურად ამრავლოთ, მაგრამ თქვენი ზეგავლენა მარადიული არ იქნება. არიან გამამრავლებელი ადამიანები, მაგრამ ერთ დღესაც იხილავენ, როგორ დაიწვება ყველა მათი საქმე, რადგან პირადი გამორჩენის მიზანი ამოძრავებდათ. ამის თვალსაჩინო მაგალითია იესოს იგავი კაცზე, რომელმაც უფრო დიდი ბეღლების აშენება განიზრახა. იგი სიამაყით ულოცავდა საკუთარ თავს და ამბობდა: მოისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე, რადგან საჭიროზე მეტი მოაგროვე, თუმცა ეს ამბავი კარგად არ მთავრდება. ყველა მისი მიღწევა ერთ წუთში გაცამტვერდება. ამ წიგნის მთავარი სათქმელი არ გახლავთ გამრავლებისათვის საჭირო რწმენის მოცემა, რომ საგანძურები თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ, არამედ მოგიწოდებთ თქვენი სიცოცხლის სხვების მსახურებაში დახარჯვისკენ. იესო ამბობს, რომ ასე მოგცევით, შეგვემატება ყველაფერი, რასაც ურწმუნოები ეძებენ. იხილეთ მათეს სახარების მე-6 თავის 33 მუხლი. ეს კარგად ვიცი, რადგან საკუთარ თავზე გამოვცადე. მოდი ჩემსა და ლიზას ამბავს დაუბრუნდეთ ჩვენს პირველ ეკლესიასთან დაკავშირებით. იმ ტოქსიკურ გარემოში 6 წლის გატარების შემდეგ გამრავლების თაობაზე არაჯანსაღი დამოკიდებულებები მაფერხებდა. წამოსვლიდან მოკლე ხანში სულიწმინდის მრავალი გარდამქმნელი და განმათავისუფლებელი შეხვედრიდან ერთ-ერთი დადგა, როცა დილით მანქანას ვმართავდი. მან მითხრა: შვილო, ნუ მეძებ კურთხევებისთვის, ნება მომეცი მე თავად მოგცე. მაშინვე მათეს მე-6 თავის 33 მუხლი მომაგონდა. თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ. სულიწმინდის სიტყვებმა სწორი თვალთახედვა დამიბრუნა და ეგოისტური მიდრეკილებების ნალექი აღმოფხრა. რა მადლიერი ვარ ამის გამო. ვიცი, რას ნიშნავს იყო ეგოისტი და ხარბი, უბედურება, სტრესი და ღვთის თანდასწრებისგან სიშორე. მისი გზებისა და მისი გულის შეცნობა, პირველ რიგში ცათასამეფოს ძიება, გაცილებით მეტი სიხარულის, მშვიდობისა და ღვთიური თანდასწრების მომტანია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ახლა იმ მომენტამდე მივდივართ, როცა კითხვა უნდა დავსვათ. როგორ უნდა გავამრავლოთ, როცა ჩვენი საკუთარი საქმის წინამძღოლი არ ვართ და სხვის გუნდში ვშრომობთ? მოდი ამ კითხვას პასუხი გავცეთ მომდევნო თავში და ამის გაკეთებით დიდ სარგებელს ვნახავთ.